სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა ამინ. სიტყვა თქმული წმინდათა შორის მამისა ჩვენისა ლუკა ყირიმელისა. წმინდათა თავთა მოციქულთა პეტრეს და პავლეს ხსენების დღეს. წმინდათა თავთა მოციქულთა პეტრეს და პავლეს ხსოვნას წმინდა ეკლესია ისე დიდ პატივს მიაგებს, როგორც არავის სხვა წმინდა მოციქულთაგან. თუმცა ყველა ისინი უდიდესნი არიან წინაშე ღმრთისა. რას ნიშნავს ეს? ეს ნიშნავს, რომ თავად ღმერთმა დააყენა ისინი სხვა მოციქულებზე უფრო მაღლა. წმინდა მოციქული პეტრე უფალმა თავად ისე განადიდა, როგორც არავინ სხვა მოციქულთაგან. რამე თუ ისმენდი თქვენ ახლანდელი სახარების კითხვისას, რომ უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ ჰკითხა ერთხელ თავის მოწაფეებს, თუ ვინ ჰგონია ის ხალხს, და მოწაფეებმა უპასუხეს მას, რომელთამე იოანე ნათლისმცემელი, რომელთამე ელია და სხვათა იერემია, გინა ერთი წინასწარმეტყველთაგან. თქვენ ვინ გონიემ ეყოფათ? კითხა უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ. და მაშინ ყველას მაგიერ უპასუხა მას პეტრე მოციქულმა. შენ ხარ ქრისტე, ძე ღმრთისა ცხოველისა. მაშინ იესომ უთხრა მას პასუხად. ნეტარ ხარ შენ, სიმონ ბარიონა. რამე თუ ხორცთა და სისხლთა არა გამოგიცხადეს, არამედ მამამან ჩემმა ზეცათა. თავად ღმერთმა გამოუცხადა მას, რომ უფალი იესო ქრისტე არის ძე ღმრთისა. და მე გეტყვი შენ, რამე თუ შენ ხარ კლდე და ამას კლდესაზე და აღვაშენო ეკლესიայի ჩემი. და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდენ მას. მას ადრე სიმონი ერქვა, ახლა კი უფალი სახელად უწოდებს პეტრეს, რაც ბერძნულად ნიშნავს კლდეს, ქვას. კლდე მაგარი ქვა უწოდა მას თავად უფალმა იესო ქრისტემ. ხედავთ, უფალმა წმინდა მოციქულ პეტრეს თავისი ეკლესიის ქვაკუთხედი უწოდა. უწოდა ის მყარი კლდე, რომელზედაც აღეშენებოდა მისი ეკლესია. განა უდიდესი მნიშვნელობა არა აქვს ამ სიტყვებს. განა ეს წმინდა პეტრეს აღმატებულობა არ არის ყველა სხვა მოციქულებს. და მიქცე შენ კლიტენი სასუფეველისაც ათაისანი. განა უდიდესი განწესება არ მიიღო პეტრე მოციქულმა თავად უფალ იესო ქრისტესგან. მას მიეცა კლიტენი ცათა სასუფეველისა. მას მიეცა ხელმწიფება ყოველი ჩვენგანი შეკვრისა და განხსნისა. შეჩვენებულთა და ცოდვილთა. ის შეგვიშვებს ან არ შეგვიშვებს ცათა სასუფეველის კარიბჭეში. აი ხედავთ, რომ წმინდა პეტრე თავად უფალმა იესომ დაადგინა ყველა სხვა მოციქულზე აღმატებული. სხვა დროს მან უთხრა პეტრეს, სიმონ, სიმონ, აჰა ესე რა ეშმაკან გამოგითხოვა თქვენ აღცრად, ვითარცა იფქრი. თქვენ იცით, როგორ ცრიან ცხრილი, როგორ გამოცრიან ამასთან სუფთა მარცვლებისაგან ყოველგვარ ჭუჭს, როდესაც ცხრილზე არხევენ მათ. ასე ითხოვდა სატანა ნებართვას, რომ მოციქულები მძიმე განსაცდელებით გამოეცადა. და შემდგომ რას ამბობს უფალი? ხოლო მე ვევედრე მამასა ჩემსა შენთვის, რაითა არა მოგაკლდეს სარწმუნოება ისენი. და შენ ოდესმე მოიქეც და განამტკიცე ძმანი შენ. იგი პეტრეს თვლიდა ყველაზე მხნედ, ყველაზე ძლიერად ღმრთისადმი რწმენასა და ერთგულებაში და დაავალა მას განემტკიცებინა ყველა თავისი ძმა, სხვა მოციქულები. თუ კი მათ ეს ცდუნება დაემუქრებოდა, თუ კი სატანა ეცდებოდა გაეცრა ყოველი მათგანი, როგორც იფთი. ამრიგად ხედავთ, რომ თვით უფალმა იესო ქრისტემ დაადგინა პეტრე თავად მოციქულთა. მაგრამ რატომაა მოციქულთა თავად აღიარებული წმინდა მოციქული პავლეც? იგი არ იყო ქრისტეს 12 რჩეულთა შორის. არ იყო მისი მოწაფეც კი მის სიცოცხლეში. ხოლო ახლა ღირსებითა და სიდიადით აღრაცხულია თავად მოციქულთა წმინდა პეტრე მოციქულის დარად. განა უფალ იესოს არ ყავდა საყვარელი მოწაფე იოანე, რომელიც საიდუმლოს ერობისას მის მკერდს მიეყრდნ. განა არ წაიყვანა ის პეტრესთან და იაკობთან ერთად თაბორის მთაზე. განა არ იხილა თან ეს სამი მოციქული. განა არ იახლა თან ეს სამი მოციქული, როდესაც გეციმანიის ბაღში ლოცულობდა და ოფლი მისი სისხლის სვარად გადმოდიოდა. რა თქმა უნდა, ვერ გავბედავთ ვისაუბროთ იმაზე, თუ რას გრძნობდა და ფიქრობდა უფალი იესო. ვერ გავბედავთ მის მაგივრად პასუხის გაცემას. მაგრამ ზოგიერთი ვარაუდი შეიძლება გამოვთქვათ და ეს არ იქნება არავითარი ცოდვა. როგორი იყო წმინდა მოციქული იოანე ღვთისმეტყველი
და რით განსხვავდებოდა წმინდა მოციქულთა თავ პეტრესგან. პეტრე გახლდათ მგზნებარე მებრძოლი ქრისტიანული რწმენისათვის. ის იყო უფალ იესოს ერთგული მოწაფე. ვინაიდან იცით, რომ როდესაც მეომრებიდან მღვდელთმოძღვართა მსახურები გეცამანიის ბაღში მივიდნენ უფალ იესოს შესაპყრობად, მაშინ მოციქულმა პეტრემ იშიშვლა მახვილი და მღვდელთმოძღვრის მონას მალქოს ყური მოჰკვეთა. ორი მახვილი ჰქონდათ იესოს მოწაფეებს. ერთი მათგანი იყო პეტრესი და მარტო იგი არ შეუშინდა მახვილი ეშიშვლებინა მთელი ბრბოს წინააღმდეგ. მთელ რაზმს დაჰპირისპირებოდა. მახვილი აღემართა და მალქოზისათვის დაეკრა. ის იყო მგზნებარე, იყო უკიდურესად აქტიური და დიადი საქმეები შეეძლო ეკეთებინა. მაგრამ ასეთი გახლდათ მოციქული იოანე? არა, არ იყო ასეთი. ის იყო დიდი, არანაკლებ დიდი, ვიდრე წმინდა მოციქული პეტრე. თუმცა სული მისი იყო ქალური. მთელი მისი არსება ცხოველ სიყვარულს განასახიერებდა. მისი ეპისტოლე სწორედ ამ წმინდა სიყვარულითაა გამშვალული. ის სათუთი გულის ადამიანი იყო. გულწრფელად უყვარდა ქრისტე, მაგრამ არ გახლდათ ბრძოლისადმი მიდრეკილი. იგი არ იყო ისეთი აქტიური, როგორიც მოციქული პეტრე. სავარაუდოა, რომ მოციქულებში პირველობა ამიტომაც არ მიანიჭა მას ქრისტე. მაგრამ ვინ უწოდა მეორე თავი მოციქულთა პეტრესთან ერთად მოციქულ პავლეს? ეს არ უთქვამს უფალ იესო ქრისტეს. რამე თუ პავლე არ ყოფილა მოწაფე მის სიცოცხლეში და არა მხოლოდ არ ყოფილა მოწაფე, არამედ მისი დაუნდობელი მტერი გახლდათ. ის ფარისეველის მოწაფე იყო, იმ დროის ცნობილი მასწავლებლის გამალიელის. პავლე მისი ხელმძღვანელობით შეისწავლა მთელი კანონი და ჭეშმარიტი მიმდევარი იყო მოსეს კანონისა და ამიტომაც სძულდა ქრისტე. რამე თუ მისი შეხედულებით ქრისტემ ეს კანონი დაარღვია. როდესაც პირველ მოწამე სტეფანეს კლავდნენ, პავლე მკვლელების ტანისამოს დარაჯობდა და სტეფანეს მკვლელობას იწონებდა. მან სინედრიონისაგან გამოითხოვა სიგელი, რომელიც უფლებას აძლევდა მას ყველგან მოეძებნა ქრისტიანები. შეეპყრო, გაეთოკა, დაეტუსაღებინა და მოეკლა ისე. და აი მიიღო თუ არა ეს სიგელი, თავის თანამგზავრებთან ერთად დამასკოსკენ გაეშურა, რათა იქ სისხლიანი ანგარის სწორება მოეწყო ქრისტიანებისათვის. და უეცრად გზად მიმავალს გამოუბრწყინდა ზეციური ნათელი, რომლის მსგავსიც არასდროს ყოფილა ქვეყნად. შიშიშლა და კანკალი დაეცა საული მიწაზე და გაიგონა იესოს სიტყვები: საულ, საულ, რა ისა მდევნი მე ვარ იესო, რომელსა შენ მდევნი, ფიცხელარ შენ და წიხნაი დეზისა. მან რთოლით კითხა: უფალო, რა ისა მიბრძანებ მექმნად? უფალმა იესომ უპასუხა მას: აღდე და შევედ ქალაქად და მუნ გითხრა შენ, რა იგი ღირდეს შენ და საქმე. მიწაზე დამხობილი საული წამოდგა, მაგრამ ის დაბრმავებული იყო. ქრისტეს ნათელმა თვალები დაუბრმავა მას. საულს ხელი მოჰკიდეს და დამასკოში წაიყვანეს. 3 დღე ბრმა იყო იგი, 3 დღე არც უჭამია და არც უსვამს. 3 დღე შეძრწუნდებოდა სული მისი ღვთიური გამოცხადების მოგონებით. 3 დღე ანთებული იყო სული მისი ცრემლიანი სინანულითა და ლოცვით. უკვე მხოლოდ ამგვარი ესოდენ სასწაულებრივი მოწოდებად საკმარისი იქნებოდა ჩვენთვის, რათა უდიდესი პატივისცემითა და სიყვარულით გამშვალულიყავით წმინდა პავლე მოციქულის მიმართ. წმინდა ეკლესია მას უწოდა თავი მოციქულთა და პეტრე მოციქულის თანასწორად დაადგინა. მაგრამ ამასთან რით ხელმძღვანელობდა წმინდა ეკლესია? თვითნებურად ხომ არა, რასაკვირველია არა, ის ხელმძღვანელობდა წმინდა წერილით, თავად პავლე მოციქულის ეპისტოლეებით, რომლებიც ისეთი წმინდა, ისეა გაჯერებული ღვთაებრივი მადლით, ისეთი ღრმა შინაარსისაა, რომ მას ქრისტიანობის მეორე ფუძემდებელს უწოდებენ უფალ იესო ქრისტეს შემდეგ. კერძოდ, რას ეფუძნებოდა ეკლესია? ღირსების მიხედვით, რომ შევადაროთ ის მოციქულ პეტრეს. პირველ ეპისტოლეში კორინთელთა მიმართ იგი საკუთარ თავზე საუბრობს: მე ვარ ნარჩევი მოციქულთაი, რომელი არა ვარ ღირს წოდებად მოციქულად, რამე თუ ვსდევნით ეკლესიათა ღმრთისათა, ხოლო მადლითა ღმრთისაითა ვარ, რაი იგი ვარ. და მადლი იგი მისი, რომელიც ჩემდა მომართ იყო, არა ცუდად რაი იყო, არამედ უმეტეს მათ ყოველთასა დავშვე და თავმდაბლობითა და მორჩილებით დასძენს. არა მე, არამედ მადლი იგი ღმრთისაი, რომელი იყო ჩემთან.
კორინთელთა მიმართ მეორე ეპისტოლეში კი ამბობს: ებრაელ თუ არიან, მეცა, ისრაელელ თუ არიან, მეცა, ნათესავნი თუ აბრაამისნი არიან, მეცა, მსახურნი თუ ქრისტესნი არიან, უგუნერესადრე ვიტყვი, უფრო იზღამეა, შრომითა უმეტეს, ტანჯვითა უმეტეს, ყრობილებითა გარდარეულად, სიკვდილთა შინა მრავალგზის, ხურიათაგან 5 გზის 42 ერთი მოკლებული ცემა იმოვიღე, 3 გზის კვერთხითა ვიეც, 1 გზის ქვითა განვიტინე, 3 გზის ნავი დამექცა, ღამე და დღე უფსკრულთა შინა დავყავ, გზისასვლანი მრავალგზის, ჭირნი მდინარეთანი, ჭირნი ავაზაკთანი, ჭირნი ნათესავთაგან, ჭირნი წარმართთაგან, ჭირნი ქალაქთა შინა, ჭირნი უდაბნოთა ზედა, ჭირნი ზღვათა შინა, ჭირნი ძმათა მტყუართაგან, შრომითა და რუდუნებითა, ღვიძარებითა მრავალგზის, შიმშილითა და წყურვილითა, მარხვითა მრავალგზის, ყინელითა და შიშლოებითა. მოციქულთა საქმეებიდან ვიცით, რომ ფეხშიშველმა ფეხით შემოიარა წმინდა პავლემ მცირე აზიის ყველა კუთხე. ყველგან ქადაგებდა ქრისტეზე, ყველგან აფუძნებდა ეკლესიებს. იყო მაკედონიასა და საბერძნეთში, იყო ათენსა და რომში, ესპანეთამდეც კი მიაღწია. ამრიგად მისი შრომა და ღვაწლი განუზომელი, აუვარაცხელი იყო. მაინც რას უნდა ნიშნავდეს, რომ უფალმა იესო ქრისტემ თავად მოციქულთა ამოირჩია პეტრე, რომელმაც 3 გზის უარყო იგი მღვდელმთავარ კაიაფას ეზოში. ეს ნიშნავს, რომ უფალი გულთამხილავია. მან იცოდა თუ როგორი უსაზღვრო სინანულით, როგორი სისხლის სრემლებით მოუწევდა წმინდა პეტრე სიცოცხლის ბოლომდე ამ 3 გზის უარყოფის გამოსყიდვა. იცოდა, რომ ყოველ ღამით ის უეცრად წამოხდებოდა საწოლიდან. როდესაც მამალი იყივლებდა, მიწას დაემხობოდა და საათობით შეევედრებოდა ღმერთს მიტევებას. ამგვარი სინანულისთვის უფალმა მიუტევა ეს მძიმე ცოდვა. რამე თუ ისმენდით თქვენ გუშინდელ მწუხზე უფალ იესოს საუბარს პეტრესთან, რომელშიც იგი მოუწოდებდა მოციქულს, დაემწყსა ცხოვარნი მისნი, კრავნი მისნი, 3 გზის მოუწოდა ამისკენ და ამ 3 გზის მოწოდებით განწმინდა პეტრე უარყოფის ცოდვისაგან. წმინდა პავლესაც თავდაპირველად მის ყოფილ მტერს უფალმა იესო მიუტევა მძიმე ცოდვა მისი და ქრისტიანთა დევნისა. ვინაიდან გულთამხილავმა უფალმა იცოდა, რომ წმინდა პავლეც გამოისყიდდა საკუთარ ცოდვას თავისი მრავალტანჯული ცხოვრებითა და მგზნებარე ქადაგებით. მან იცოდა თუ ვინ იქნებოდა პავლე, იცოდა რომ პავლე იტყოდა, ხოლო ცხოველ არღარა მე ვარ, არამედ ცხოველას ჩემთანა ქრისტე. გულთამხილავმა უფალმა უწყის ყველა ადამიანის გულის ნადელი. ის ხედავდა გულს წმინდა მღვდელმოწამე კიპრიანესი, კართაგენელი ეპისკოპოსისა, რომელიც ყმაწვილობასა და ახალგაზრდობაში წარმართი იყო და როგორც ყველა წარმართი, ცოდვიანი გარყვნილი ცხოვრებით ცხოვრობდა. უფალმა მიუტევა მას ახალგაზრდობის წოდები, მიუტევა და დიდ მოძღვრად და წმინდანად აქცია. შემდგომ კი მოწამეობრივი ღვაწლისა და გმირობისკენ მოუწოდა. სხვა დიდი მოძღვრისა და წმინდანის შესახებაც შეგახსენებთ. ის იყო ეკლესიის ერთ-ერთი მამათაგანი, რომელსაც ღრმა ფილოსოფიური გონება ჰქონდა. ნეტარი ავგუსტინე, ჰიპონიის ეპისკოპოსი. თავის მოქცევამდე ის დიდი ხნის განმავლობაში მიეკუთვნებოდა მანიქეველთა სექტას და მიუხედავად ამისა, უფალმა მიუტევა მას ერეტიკოსობა და დაადგინა თავისი ეკლესიის საკურთხეველზე, როგორც მოკაშკაშე ვარსკვლავი. და მრავლადაა სხვა მსგავსი მაგალითებიც. რამდენი შეიძლება დავასახელოთ საშინელი ავაზაკი, ასობით ადამიანის მკვლელი და შემდგომ უდიდესი სინანულით, რომ არა მარტო დაიმსახურეს მიტევება ღმრთისა, არამედ სასწაულთ მოქმედიც რომ გახდნენ. ხოლო ჩვენ, რომლებმაც არ ვიცით რა ადამიანთა გულებისა, როგორ ხშირად და დაუნდობლად გამსჯით და სიძულვილისა და განკითხვის საგნად ვაქცევთ აშკარა ცოდვილებს, რომლებმაც შესაძლოა ცხარე ცრემლით მოინანიეს ღვთის წინაშე და მიეტევათ მისგან. რა ხშირად გვავიწყდება ქრისტეს სიტყვები, ნუ განიკითხავთ, რათა არა განიკითხავთ. რა ხშირად გვავიწყდება ჩვენი დაფარული ცოდვები, რომლებსაც ჩვენ და სამარცხვინოთ საშინელ სამჟავროზე განაშიშვლებს და მთელი ხალხის წინაშე წარმოაჩენს ქრისტემ საჯო. დაეწმინდანი თავნი მოციქულთანი, პეტრე და პავლე იყვნენ ჩვენთვის მარადიული შემხსენებლები იმისა, რომ ქრისტე გულთამხილავი ღმერთია და უწყის, არა მხოლოდ ის, რაც ჩვენს გულშია,
არამედ ისიც, რაც შესაძლოა მომავალში იყოს მასში. ამინ. შეგვეციოს წმინდა თავიმოციქულები პეტრე და პავლე და მათი მეოხებით ღმერთმა მოგმადლოს ჭეშმარიტი ქრისტიანული ცხოვრება.